ჩვენ უკვე ლაივში ვართ. მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით ბოლო დღეებში და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები iPhone Plus-ის წინააღმდეგ. ალბათ ადევნებთ თვალს. ჩვენ არ გქონდა საშუალება რომ როდესაც ტელევიზიებს, რომელიმე ტელევიზიებს სხვადასხვა ტელევიზიებს ვაძლევთ ინტერვიუს, ჩვენს ნათქვამს მთლიანად ვერ, ალბათ მათი დროიდან გამომდინარე ვერ აშუქებენ და მხოლოდ რაღაც დაჭრებს გაწვდიან თქვენ. შესაბამისად ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ამ წუთში მივუყოფებით ნიდერლანდებში ამ ქალაქიდან ჩაგერთოთ თქვენ და უფრო დეტალურად და ცოტა ვრცლად გესაუბროთ იმ ყველა თემებზე და შემდეგ უპასუხოთ თქვენს შეკითხვებსაც. ოღონდ შეკითხვების ახლა თუ დაიწყებთ შეკითხვების დასმას, ჯერჯერობით მინდა რომ შესავალი გავაკეთო და ვისაუბროთ იქნებ იმზად შეკითხვებზე გადავიდეთ მერე მეორე ეტაპზე უკვე შეკითხვებს. პირველ რიგში ახლა მე მინდა დავიწყო იმით რომ მოგეხსენებათ iPhone Plus-ი. რამდენიმე სიტყვას გეტყვით iPhone Plus-ი ჯერ როგორ გაიხსნა, საიდან დაიწყო, როდის შემოვიდა iTechnic ბაზარზე, როგორ შემოვიდა. ესე იგი, iPhone Plus-ი ფუნქციონირება დაიწყო 2010 წელს. ჩვენ მაღაზია გავხსენით, პატარა მაღაზია იყო ეს დაახლოებით 30 კვადრატული მეტრის. ეს იყო პეკინის თუ არ ვცდები 22 ნომერი, პირველი პატარა მაღაზია, მეორე სართულზე ასასვლელი იყო, რადგან იაფი იყო ქირა იქ და ჩვენ იმ მომენტისთვის რადგან პატარა მაღაზია ვიყავით და სულ სამი თანამშრომელი ყავდა, ბევრს ვერ შევძლებდით. რადგან თავიდან ძალიან მცირე რაოდენობა შემოქონდა ტელეფონების 20, 30, 40 წელი, ისიც წინასწარ ვიღებდით შეკვეთებს, რადგან ჩვენი ფული ამდენი არ ქონდა. ეს არის ეს ბიზნესი ერთი პატარა მაღაზიით დაწყებული. შემდეგ ჩვენ დაახლოებით 6 თვეში გაყიდვების შედარებით გაიზარდა, იმიტომ რომ iPhone-ზე ინტერესი იყო საკმაოდ დიდი, თუმცა არავის არ ეჯერა რომ საქართველოში ეს ტელეფონი იქნებოდა პოპულარული, მაგრამ ჩვენს თავიდანვე წამდა და გვჯეროდა ამის და როგორც კი დავიწყეთ, ჩვენ პირველებმა დავიწყეთ iPhone-ის შემოტანა ბაზარზე. როგორც კი დავიწყეთ, იმდან პოპულარული გახდა ეს ბრენდი, რომ მოთხოვნა იყო ძალიან დიდი, ძალიან მაღალი. სადაც 6 თვეში ჩვენ გავხსენით მეორე მაღაზია უკვე ჭავჭავაძის 19 ნომერში. ჭავჭავაძის 19 ნომერში, როდესაც გავხსენით მაღაზია, უკვე მივიღეთ დაახლოებით 10 თანამშრომელი, მათ შორის 2 თანამშრომელი 1 წლის შემდეგ ჩვენგან წავიდა და მათ ვალერიან ცერცვაძის ეხლანდელი iTechnic-ის ფიქტიური მფლობელი არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე. ვალერიან ცერცვაძის ფულით, სავარაუდოდ მისი ფულით, იმიტომ რომ მისი მამა იყო დამფუძნებელი და მისი ცოლის ძმა და მისი ცოლიც ამ ბიზნესში არიან, თუმცა იგი მაშინაც სასამართლოს თავმჯდომარე იყო და მას არ ჰქონდა უფლება თავად გამოჩენილიყო ბიზნესში და როგორც ეხლა გაირკვა და ეხლა ერკვა პირადად მისი ბიზნესია ეს. თუმცა მაგადგა და გააფორმა მამამის და ცოლის ძმას და ცოლზე ეს ყველაფერი და თითქოს გაერიდა ამას, მაგრამ რაც მერე მოხდა და რაშიც ჩაერია, რაც ჩაერული იყო, ანუ მისი პირადი ქონებები რომ დატვირთა შემდეგ iTechnic-ის საზარგებლო და ჯერ ეხლა მოხსნა, რამდენიმე თვის წინ ჩვენთან დავარო დაიწყო იმის გამო, რომ თითქოს დაეფარა ეს მისი მონაწილეობა ამ ბიზნესიდან, თუმცა როგორ დააფარავდა, ეხლა ის ხო სირაქლემის პოზიცია გამოვიდა, ხო ეხლა თავი ჩარგო, მაგრამ უდი ხო იქ რჩება, ანუ ხო დარჩა სამონაწილეებში ეს ისტორია. საჯარო რეჟიმში მივიდით და მოვიღეთ მარტივად არც ეჯერათ, რომ ჩვენ ეგ ინფორმაცია შეიძლება და მოგვეგვინა საჯარო რეჟიმში, არის ესეც ფონი, იმიტომ რომ როცა ამოვიღეთ ეს ინფორმაცია თავიდან უარყოს, ეხლა არ ვიცი უარყოფენ თუ არა და იძახიან ესო ყალბიაო, მაგრამ ეხლა არ ვიცი თუ იგივე სიტყვიან და გაბედავენ ეხლა რომ საჯარო რეჟიმში სამონაწილეები ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს და ამოიღოს 15 ლარი ღირს და ყალბი რო ვერ იქნება ალბათ ყველანი მეთანხმებით ეს არის ხელშეკრულება ბანკსა და ვალერიან ცერცვაძის შორის და ეხლა ესეთი რაღაც დაბრალება მოგესწრებით სამართლის დანაშაული იქნება და რა თქმა უნდა ესეც არ არის და თუ ვიღაცამ გააყალბა საჯარო რეჟიმში ალბათ ხელი საჯარო რეჟიმში დასაჭერი იქნება ხო და თანაც ბანკიც იმიტომ რომ იქ ხელმოწერებია ბანკის ბატონი ვალერიან ცერცვაძის მისი მამის მუხთას ცერცვაძის და შესაბამისად მოიჯარეს და iTechnic-ის წარმომადგენლის. ეგრეთ წოდებული ისე ვალერიან ცერცვაძის ცოლის ძმის მისი დირექტორი, ვალერიან ცერცვაძის დირექტორია ბექარ მიხუჭაძე და არა iTechnic-ის.
მოგეხსენებათ ალბათ რომ iTechnic-ი 2011 წლის სადღაც შემოდგომით თუ არ ვცდები გაიხსნა, მანამდე Apple-ის რეალიზაციას iPhone Plus-ი და უკვე რამდენიმე კომპანია დაემატა, ეს იყო Alta, Geocell ცოტა მოგვიანებით პრინციპში 2012 წელს დაემატა, მაგრამ თავიდან იყო Alta, თავიდან იყო პირველი iPhone Plus-ი, შემდეგ Alta და Geocell დაემატნენ, თუ არ ვცდები Geocell-იც და შემდეგ შემოვიდა iTechnic-ი ბაზარზე. iTechnic-ი როგორ შემოვიდა, იყო ჩვენ განსასწრული ორი თანამშრომელი, ვალერიან ცერცვაძის ფულით გახსნეს მაღაზია. მათ ახლა მოგხსენებთ ვალერიან ცერცვაძე ბიზნესმენი არ არის, არასდროს არ ყოფილა, მას შეუძლია მიითვისოს, წაართვას ისეთი მეთოდებით, რასაც ჩვენ გვიკეთებს ახლა ბიზნესი და მას არ შეუძლია ახლა ბიზნესის მართვა. მისი სტილი ეს არ არის, არ შეუძლია რომ რაღაც მარკეტინგული გზებით და მეთოდებით მართოს ბიზნესი და მას შეუძლია რომ ესეთი მეთოდებით, ახლა არ მინდა ისეთი სიტყვები ვიხმარო, რომ დავძაბო ადამიანები, ესეთი მიუღებელი მეთოდებით, ესე რბილად ვიტყვი, აკეთოს მისი ფინანსური მდგომარეობა მოკლედ გაიუმჯობესოს და მიითვისოს ჩვენი ფული და ჩვენი ბიზნესი. ანუ ჩვენი უკან დაწევით, ჩვენი ჩაძირვით, ჩვენი გაკეთებით, ჩვენი გაჩერებით მიიღებს ბონუსებს, რომ დიდ ძლიერ კონკურენტს ჩამოიცილებს ბაზრიდან და მეორე წაგვართმევს ჩვენს ფულს, რაც მას სურს და მისი სურვილია. თუმცა ამის საშუალებას იმედია არ მიეცემა ამის საშუალება, რადგან ის უკვე ფაქტურად გაკოტრებულია მორალურად, მისი ყველა შტრიხი უკვე ცნობილია საზოგადოებისათვის და კიდევ ბევრს გაიგებს უახლოეს მოვალეში საზოგადოება. მე გეტყვით უფრო მეტსაც, რომ არის რამდენიმე ბიზნესმენი, ვისაც ასევე წაართვეს ქონება და ისინი აპირებენ უახლოეს მოვალეში, რომ მოაწყონ პრესკონფერენცია თავად და ჩვენ გითხრეს, რომ ჩვენ არ გვეხსენებინა ის, თუმცა ერთ-ერთი ბიზნესმენი არის რამაგის გაგნიძე, რომელმაც გითხრა, რომ არ ქონდა არაფერი მას დასამალ თვითონ გამოთქვა სრული შეკვდა და გვაცნობა ის, რომ ვალერიან ცერცვაძის მიმართ დისციპლინარული დევნის დაწყება არის გამორიცხული მისი აზრით და ჩვენც ვეთანხმებით უკვე, იმიტომ რომ ვალერიან ცერცვაძის საქმე ვისაც დაევალა, მოგეხსენებათ, რომ პრემიერმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარემ მიმართეს ეთიკის დეპარტამენტს იუსტიციის საბჭოს სიში, რომ დაეწყოთ მოკვლევა ვალერიან ცერცვაძის წინააღმდეგ. თუმცა ჩვენი ინფორმაციით, რომელიც ჩვენთვის ახლა გახდა უკვე ცნობილი, ბატონი რამაზ გაგნიძის მხრიდან, ვალერიან ცერცვაძე არის ბატონი ვალერიან გავაშელის, ანუ ეთიკის საბჭოს დეპარტამენტის უფროსის თავმჯდომარის მეჯვარე, ცოლის ძმა, ის უკაცრავად მეჯვარე, ბავშვის ნათლია და ცოლის ძმა ეს iTechnic-ის მას ყავს, დირექტორად ყავს დასმული. და უახლოესი მეგობარი, ვალერიან გავაშელის, ისინი ერთად ართმევდნენ ბიზნესს და ამ ბატონსაც ერთად მეც ბატონი აცხადებს, რომ ამ ადამიანები ერთად წაართვეს ბიზნესს. უძრავი ქონება უბრალოდ და იგი უახლოეს მომავალში თვითონ ისაუბრებს ამ თემაზე. ხო და ამის შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს იმედი რომ ბატონი ვალერიან გავაშელი მოკვლევას დაიწყებს ახლა მისი უახლოესი მეგობრის, მისი ბავშვის ნათლის და მისი მეჯვარის წინააღმდეგ. თან თანამზრახველები არიან ისინი და ერთად მოქმედებდნენ. დაწყებული 2005 წლიდან ეს ადამიანი ეს ვალერიან ცერცვაძე სულ ამ პოზიციაზე და სულ ამ თანამდებობაზეა, სულ არის iTechnic-ის ის კაცრავად iTechnic-ის მფლობელი სულ არის დაფუძნებიდან ფიქტიური, მაგრამ 2005 წლიდან არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. და ქალბატონი ქეთემან კუჭავა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, 1.600.000 ლარის ყადაღა დაგვადეს ანგარის. დღესაც გვადებს ეს ყადაღა, თუმცა მათ გამოვიდნენ და მოიტყუეს, რომ 1.600.000 არადევს, რომ შევამცირეთო. ჯერ რატო შეამცირეს, იმაზე ალბათ შეკითხვა დაებადა საზოგადოებას, ხო? კი როგორ შეამცირეს გეტყვით ახლა. ჩვენ მათ არ იცოდნენ, რომ ჩვენ გავიგებთ ვალერიან ცერცვაძის კავშირებს, როცა გავიგეთ, რომ ვალერიან ცერცვაძის იყო მაღაზია და გამოვიდით და საჯაროდ განვაცხადეთ ეს ყველაფერი, მათ იფიქრეს, რომ ხა ვიღაც ამოქექავდა ამ დოკუმენტებს, რაზე დაედო ყადაღა, როგორ დაედო, გახმაურდებოდა ეს ყველა გაიგებდა ამას და გავარდნენ მერე სასამართლოში სადაც ორკვიაში და მოკლედ მოსამართლეს როგორც უნდა წინ და უკან ისე ატრიალებენ რა. გავარდნენ შემდეგ სასამართლოში და ეს ყადაღა ადმინდა მოთხოვეს ესეთი რაღაც, რომ შევამციროთ, მოდი 360.000-ზე თუ რაღაც, 1.600.000 ხო ითხოვდნენ. შევამციროთ 360 თუ 370.000-ზე, ოღონდ
1,600,000 დარჩა ჩვეულებრივ და დავა სანამ არ დასრულდება, ყადაღა დაგვრჩება ეს, მაგრამ საბოლოო მოთხოვნა შეამცირეს როდისღაც ალბათ მეტი არ იყოსო, კი შეამცირეს მეტი გვინდა რომ არ იყოსო საკმარისია 370,000-ია, მაგრამ ყადაღა ისევ დატოვეს 1,600,000 დღესაც ადევს და სანამ არ დასრულდება დავა მანამდე ედება შესაბამისად მანამდე iPhone Plus-ი ფიზიკურად ვერ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ გამორიცხულია 1,600,000 ჯერ ხომ და შეგროვდეს ანგარიშზე, ხა მოგიხსენებათ ყადაღა ისეთი რაღაცაა, რომ სანამ ეს ყადაღა არ დაგროვდება ანგარიშზე, ყადაღის თანხა იმ ფარგლებში არ შეივსო ანგარიშზე და არ დასრულდა ამის რა ქვია მობილიზება, მანამდე კომპანია ფუნქციონირებს, ვერ გააგზავნებს, ვერ გადაიხდის ხელფასებს, ვერ გადაიხდის ქირას, ვერ შემოიტანს პროდუქციას, რადგან ვერ იყიდის, ვერ გადარიცხავს ფულს, ბიუჯეტ ანგარიშთოებას ვერ განახორციელებს. შესაბამისად გამორიცხულია ხო, ახლა ყველა ლოგოად მოზრუნე ადამიანი მიხვდება, რომ კომპანია ვერ ფუნქციონირებს ფაქტობრივად, როდესაც სამხელე ყადაღა ადევს. მათი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ გაეჩერებინათ კომპანია, გაეკოტრებინათ და მისი ფული რაც ანგარიშზე დახვდებოდათ იმ მომენტისთვის, მიეთვისებინათ. სწორედ ეს იყო მიზანი და ამას ნაწილობრივ განახორციელეს ის კომპანია გააჩერეს, განახორციელეს ის რომ შემდეგ რა თანხაც იყო ანგარიშზე მოსამართლეს ხომ მივაწოდეთ ჩვენ ლოგიკურად ინფორმაცია რამდენი თანხა დაყადაღდა ანგარიშზე, დაინახეს რა თანხაც იყო ანგარიშზე დაყადაღებული და იმ თანხაზე ჩამოიყვანეს ხა 1,600,000 მაინც ყვირისო და მიწერეს მოსამართლეს აღარ მინდა ეს 1,600,000 შეამცირეთ 1,370,000-ზე რაც ანგარიშზე დახვდათ თანხა. ნუ ეს ამ თანხის წართმევა უნდათ რაც ახლა ფული დახვდათ ანგარიშზე. და ასევე უნდა ჩვენი გაჩერება, იმიტომ რომ 1,600,000 ჩვეულებრივ დატოვეს, ხომ გეუბნებით, ანუ კი არ მოხსნეს ეს ყადაღა დატოვეს, თუმცა მოთხოვნა შეამცირეს, მაგრამ ყადაღა ისევ დატოვეს. მე ხა ცოტა არ ვერკოვდი კანონებში, მე ვფიქრე შემცირდა 370-მდე, მე თურმე კი არ შემცირდა, მოთხოვნა კი შემცირდა, მაგრამ ყადაღა ისევ დარჩა და ისევ 1,600,000 ადევს დღეს ჩვენს ანგარიშებს. ეს ერთი თემა, მე მგონი ეს შეკითხვები ამ კუთხით ალბათ დღეს ვის თუ იმეს ქონდა და თუ იმეს ეჭვი ქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ იყო ვალერიანის ერთწლედის ბიზნესი, დღეს მე ვფიქრობ, რომ ეს ეჭვი ყველას გაუქა და ყველა ადამიანმა იცის უკვე რეალურად რა ხდება და იცის ვინ დგას აი ტექნიკის, აი ამ კომპანიის უკან, ეს კომპანია ახლა არ მინდოდა საერთოდ ეს სიტყვები გამოვიყენო, მაგრამ უბრალოდ მე ვერ მიუსადაგებ სხვა სიტყვებს, ეს სრულპეტელა კომპანია უბრალოდ თავისი ყველა დამფუძნებლებია ყველაფრიანა. არიან მატყუარები და გეტყვით ახლა ფაქტებით გავამყარებ ჩემს ნათქვამს და არ ტყუილი სიტყვები, უბრალოდ სიტყვები არ იქნება დღეს თქვენ გესაუბრებით მხოლოდ ფაქტებით. როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ ეს ინფორმაცია მანქანასთან დაკავშირებით, რომ აი მაგალითად ხომ მივხვდით, რომ ახლა 1,600,000-ის ყადაღა, რომელიც მოსამართლემ დაადო ჩვენს კომპანიას Facebook გვერდის რეპორტით, ახლა ყველანი მე მგონი დღეს ინტერნეტში იცის მომხმარებლები ხართ და ვართ, ხო? ყველა ვიცით, რომ ინტერნეტში ყადაღა, ეს ყადაღას ვერ გავეკეცი, მოკლედ ინტერნეტში ის რა ქვია, რეპორტი ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაც Facebook-ის რაიმე წესი ირღვევა, მოგესალმებით, ამ უნდა იყოს რაღაცა შეიცავდეს, რაღაც არ შესაბამებოდეს Facebook-ის სტანდარტებს, ამ შემთხვევაში არეპორტებ გვერდს, Facebook-ი განიხილავს და თუ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს დარღვევაა, გააუქმებს გვერდს ან მიიღებს რაიმე ზომებს. თუ არ ჩათვალა, ნუ საკმაოდ მძიმე დარღვევაში თითქოს მძიმე დარღვევა უნდა ჩათვალოს, რომ გვერდი წაშალოს, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში სხვადასხვა ვიდეოებს ან რაღაცას შლის და რაღაცას კონკრეტულ რაღაცას რაღაც პერიოდით გიგზავნოს, მაგრამ თუ სამუდამოდ გააუქმა შენი გვერდი, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მძიმე დარღვევა იყო. და სწორედ ძალიან მძიმე დარღვევა იყო მათ შემთხვევაში, მოგახსენებთ რატომ მათ წლების განმავლობაში 4 წელიწად და ნახევარი 4 წელიწად ნახევრის განმავლობაში მათ გვერდს ერქვა Apple Store თბილისი, iTechnic App Store თბილისი, ზუსტად ესე ერქვა. მომხმარებლები, ჩვენი მომხმარებლებიც მათ შორის და ძალიან ბევრი ჩვენი მაღაზიიდანაც გასულა. ძირითადად უცხოელი მომხმარებლები, ქართველი მომხმარებლები იცის, რომ App Store-ი საქართველოში არ არის. ძირითადად შეყავდათ შეცდომაში უცხოელი მომხმარებლები, რომ ჩამოდიან უცხოელები ნახულობენ App Store-ი ჩაწერენ Google-ში და უგდებდა აი ამ თაღლით კომპანიას, თაღლითობაა ეს ხო? პირდაპირ თაღლითობაა და სიტყვის მასალად არ ხმარობ ამას. ეს არის პირდაპირ თაღლითობა, რომ როდესაც ქვია App Store-ი და არ ხარ App Store-ი. ეს არის თაღლითობა პირდაპირ და ამაზე ჩვენ ვაპირებთ, ჩვენ გვადგებოდა ზიანი და ყველა მოქალაქეს ადგებოდა ზიანი. ამაზე ჩვენ ვაპირებთ ჩივლის და სხვადასხვა ერთი საინტერესო შტრიხი არის დეტალია ჩავუთავ. როდესაც გაიგეს, ჩვენ ვაპირებთ ახლა ჩივლის. ჩვენ დაგვიწყეს დაბრალება რაღაცების ლოგოს, თვითონ ლოგოს ქვეშ განან Apple-ის უკან ლოგოს ქვეშ და ჩვენზე ლაპარაკობენ ლოგოს. აქედანაც ჩანს მათი დამოკიდებულება კანონისადმი და მათი თვითონ მთელი სტილი მუშაობი, მოქმედების სტილი, თუ აქ გაღმა შეიძლება გამოგმა შეგვეცესო აი ესეთი თემა. ზუსტად მთელი ეს სარჩელი, მე სარჩელის თემებს შემდეგ დაუბრუნდები და დეტალურად გეტყვით სარჩელებში პირველ მეორე მესამე პუნქტებს რა სიტყვენ, რამდენად კანონიერად და რა აბსურდზეა საუბარი.
ხო და ნუ ეხლა ვსაუბრობთ იმას, რომ ეს მოსამართლე ჩათვალა, რომ მოგეხსენებათ, რომ Facebook-ი იმ შემთხვევაში აუქმებს გვერდს, თუ მძიმე დარღვევა იქნება, სერიოზული დარღვევა, რომ მთლიანად გვერდი წაშალოს, ალბათ ყველას მოგეხსენებათ. ჩვენ შევატყობინეთ Facebook გვერდს ამ უკანონობის შესახებ, რასაც ეგენი აკეთებენ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ამის შესახებ არც გვეთქვა, რომ ჩვენ შევატყობინეთ, იმიტომ რომ ეს საიდუმლოდ რჩება თქვენი რეპორტი Facebook-ში თქვენ თუ ვიღაცას დაარეპორტებთ, ეს არის საიდუმლო, ამას ვერავინ ვერ გაიგებს თქვენს გარდა და Facebook-ი არავის არ მიეცნის ამ ინფორმაციას, თუ თქვენ არ თქვით, რომ აი მე გავაკეთე ეს. ჩვენ არ დაგვიმალია, დიახ, ჩვენ გავაკეთეთ, ხო, ჩვენ დავარეპორტეთ App Store-თან, ეს არა Facebook-თან, ჩვენ დავარეპორტეთ, ჯერ დავარეპორტეთ Facebook-თან, სიმართლე გითხრათ, რომ ეს ადამიანი App Store-ს იყენებს და ხალხი შეცდომაში შეყავს უთხარით, მართლაც ესე იყო, ხო? შეისწავლეთ ეს საკითხი, მართლა App Store-ია, იქნებ მართლა App Store-ია, ჩვენ ვიკითხეთ. Facebook-მა გითხრათ, რომ ეს უნდა მოგმართოს ჩვენო Apple-მა, მაშინ მაგ შემთხვევაში პრეტენზია უნდა ქონდეს Apple-ს. ჩვენ მივწერეთ Apple-ს და ვკითხეთ, შეკითხვით მიმართეთ, რა თქმა უნდა, შეკითხვაში იგულისხმებოდა ის თან ვამხილეთ, იმიტომ რომ როცა იკითხები ადამიანს, რომ ეს ადამიანი იპარავს და იპარავს თუ მართლა მაგისია, ვამხელ ხო ადამიანს. ჩვენ მივწერეთ Apple-ს ასეთი ტექსტი, რომ პატიცემული, რომ საქართველოში არის მაღაზია, აგერ გვერდი, გავუგზავნეთ და აწერია App Store თბილისი. ეს მართლა App Store-ია თუ რა ხდება, გაგვარკვიეთ. მეორე დღესვე, როგორც ჩანს, მეორე დღესვე მიუწერია და მე ჩვენ წერილი გვაქვს ხელში, რომელიც Apple-ისგან მიიღო შაკო დემეტრაშვილმა, მათმა მენეჯერმა, IT-ტექნიკის მენეჯერმა. Apple-მა მოიწერა წერილი, გაუუქმეს გვერდი და Facebook-მა მოიწერა წერილი, რომ გვერდი წაიშალა Apple-ის საკაო ოფისის მოთხოვნით, წერია იქ ტელეფონები, რეპორტის ნომერი და ყველაფერი. ეს იყო გვერდის გაუქმების მიზეზი, რაც ჩვენ არ დაგვიმალია, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიდით და ვთქვით, რომ დიახ, სამართლიანობა აღდგა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ეს ფაქტი, რომ Apple-მა და Facebook-მა ერთობლივად წაუშალეს ეს გვერდი. კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ესენი ჩადიოდნენ თაღლითობას, აი ამას ადასტურებს სწორედ ეს. და არა იმას, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ჩავიდით. პირიქით, ჩვენ სამართლებრივად ძალიან სწორად მოვიგეთ და ასეც უნდა მოქცეულიყავით და უფრო მეტიც უნდა უჩივლოთ ახლა იმისათვის, რაც აი ამ 4 წლის განმავლობაში App Store-ი რომ ეწერათ კლიენტები ჩვენ დაგვაკარგინეს, ასე გვაკარგინებდნენ კლიენტებს, ასე ატყუებდნენ საზოგადოებას, რომ იყვნენ App Store-ი და ასე შეყავდათ საზოგადოება შეცდომაში მოგეხსენებათ ახლა ვალერიან ცერცოძე, როგორც წერან გითხარით, ბიზნესმენი არ არის და არც ყოფილა არასოდეს, ის არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მას შეუძლია მისი სტილია ბიზნესების წართმევა და მითვისება სხვისი ფულის და კონდების. ბიზნესის კეთება მას ჯანსაღ კონკურენციის პირობებში არ შეუძლიათ. ნახეთ თქვენ მათი გამოშვები, მთლიან ტყუილზე აგებული, მათ არ შეუძლიათ დღეს ჟურნალისტებს კარგები ჩაუყდეს, საერთოდ არ შეუშვეს არც ერთ ჟურნალისტი, წერილობით გამოვხდეთ განცხადებასო, რაღაცა ისეთ და რაღაცა ისეთი განცხადება გამოვხდეს, რომელიც კავშირში არ არის, ანუ პასუხს არ ცემენ ადამიანებს, რატო ქონდა ვალერიან ცერცოძეს ჩადებული თავისი ქონება IT-ტექნიკის სასარგებლოდ. მაგრამ ამ დროს პასუხი რო გაცენ ამას და რო თქვან რომ კი გქონდაო მაშინ გამოვა რომ ვალერიან ცერცოძე რომელიც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ძალიან სერიოზული ფიგურაა ხო მთელი სასამართლო მის ხელში არის და ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებს მასზეა დამოკიდებული ხარ საქართველოს დემოკრატია ხო ეს ადამიანი დემოკრატიის შუქურა ესე ვთქვათ წყალებში ამ ადამიანმა განაცხადა რომ არ აკავშირებს და ეხლა ეს უკვე აღმოჩნდა ტყუილი და ახლა ამ ადამიანს რო ტყუილი ცოტა საგანგაშოა ამიტომაც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავი არიდონ პასუხებს, მაგრამ შეკითხვებს რომ პასუხები გაცემენ, მაგრამ მოუწევთ, როდემდე დამალავენ, როდემდე დაიმალებიან. მოუწევთ პასუხების გაცემა აუცილებლად. იმასაც ვეღარ იძახიან, თუმცა თქვენს უკვე გუშინ რო გამოვაქვთ ჩვენ ეს მასალა თქვენს რომ არა ეგ ტყუილია, მაგრამ ეხლა ვეღარ იძახიან, იმიტომ რომ მივხვდნენ რომ ეხლა ამის დამალვას აზრი არ აქვს საჯარო რეესტრია და რამდენიც არ უნდა იძახონ, ტყუილიაო, კი ხედავს ხალხი რომ ვინ იტყუება, ხო, უკვე ხედავს და ყველაფერი ნათელი გახდა აქ. ეს კიდევ ერთხელ თავისთავად ეს ფაქტი რომ ისინი მალავენ ამ თემას რომ IT-ტექნიკი არის ცერცვაძის და IT-ტექნიკის სასარგებლოდ ხონდა მთელი მისი ქონება აქვს ახლა მამამისის ქონებაც ახლა იმ წუთში დევს IT-ტექნიკის აი ახლა დღეს მე თქვენ გესაუბრებით IT-ტექნიკის სასარგებლოდ ვალერიან ცერცვაძის მამის მთელი ქონება დევს და ვალერიან ცერცვაძემ 3 თვის განთავისუფლა თავისი ქონება რადგან ჩვენთან დავარო დაიწყო თავის თემა მოაწერა როგორც გითხარით სირაქლე იმაში გამოვიდა რა თითქოს თავი რო აქვს წაჭრებული და კუდი რო უკან რჩება ანუ ისტორიას ვერ ამოვიღებთ თუ რასაც წავიდოდ ეს ისტორია შესაბამისად ეხლა გადავიდეთ იმაზე მოსამართლემ როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება აი ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტია სარჩელის რომ წარადგინეს ეს ის რა ქვია Facebook-ი ამათმა გაგიუქმეს და მოსამართლემ მასიური რეპორტითო თუ რაღაც თუ ინტენსიური რეპორტითო გაგიუქმეს Facebook-ზე ინტენსიურად არა ინტენსიურია ეხლა ბევრი რეპორტი
ნიშნავს იმას, რომ Facebook-ს თუ მიუვა ერთი რეპორტი და თუ მეორესგან მიუვა 10 რეპორტი, ჯერ განიხილავს, ვისგანაც 10 რეპორტი მიუვიდა იმის case და შემდეგ განიხილავს, ვისგანაც ერთი რეპორტი მიუვიდა იმის case. ანუ რაოდენობრივი რეპორტი გადაანაცვლებს უბრალოდ განხილვის თემას წინ, რაც უფრო მეტი რეპორტი იქნება, Facebook-ს ძალიან ბევრი საჩივრები შედის და რაოდენობა, სადაც ბევრი რეპორტი არის, იქიდან იწყება. ანუ რიგის მიხედვით გადადის, რაც ბევრი რეპორტია, გადადის წინა ადგილზე. შესაბამისად, მალე მოუწევს რიგი, რომ განიხილოს Facebook-მა. კი არ გააუქმოს, არამედ განიხილოს და თუ მართლა არ გვაქვს, მერე გააუქმოს. აი სწორედ ეს გავაკეთეთ ჩვენ, იყო დიახ, რამდენიმე თანამშრომელმა გააკეთა ამის რეპორტი, იმიტომ რომ ისინი დიდ აგრესიაზე წამოვიდნენ. პირდაპირ ჩვენ გვაბრალებდნენ Apple-ის სახელით დაიწყეს განცხადებების კეთება. მოგეხსენებათ, ჩვენ გავაკეთეთ კლიპი, სრულიად უწყინარი კლიპი იყო, ახლა ჩვენი აზრით, თუმცა საზოგადოებაში ნებათაღელვა გამოიწვია, რადგან რამდენიმე კვირით ადრე ტერაქტი იყო პარიზში და მოკლედ ამ კლიპის გადაღების შემდეგ საზოგადოების ნეგატიური რეაქცია, რომ ცოტა ეს რა თქმა უნდა ჩვენი შეცდომაც იყო, მაგრამ რომ ვერ გავთვალეთ ის ჩვენ სხვა რაღაც მინდოდა, სხვა რაღაცა სხვანაირად გამოვიდა მოკლედ და ეს გამოიყენეს სუდად ეს ჩვენი შეცდომა და გამოვიდნენ და დაიწყეს Apple-ის სახელით ლაპარაკი, რომ ჩვენ Apple-ის სახელითო ბოდის უხდითო საქართველოს მოსახლეობასო და ყველა Apple-ის მომხმარებელსო, აგერ გვაქვს შემიძლია გაჩვენოთ ეს ფაქტები. და შესაბამისად ამან გამოიწვია ჩვენი ამ წუთში მოგზაურნი ამას უნდა გაჩვენოთ ეს. ამან გამოიწვია ჩვენი შემდეგი ქმედება მათი გვერდის გაუქმების შესახებ. აგერ მე მგონი აქედან გამოჩნდება დაინახავთ არ ვიცი ესეთი გვერდი არის manifest-ი აქ და წაკითხავთ ახლა რას წერს მოგესალმებით მეგობრებო წუხად სოფლიოში მიმდინარე ტრაიკული მოვლენების გამო რასაც დიდი ჩვენი მოხდა თუმცა ეს ახლა ამასთან კავშირში ჩვენი კლიპი არ იყო საერთოდ როგორც მოგახსენეთ სხვა მიზანი ჰქონდა ამას მაგრამ ნუ უბრალოდ მოხდა ისე რომ ჩვენ ვერ გავთვალეთ სწორად ის დრო და ცოტა ის სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო ეს ჩვენ ამას ვაღიარებთ. ჩვენ გვინდა სურს ყველა Apple-ის მომხმარებელს ბოდიში მოუხადოთ საქართველოში Apple-ის წარმომადგენლობის სახელით. Apple-ის წარმომადგენლობის სახელით. ასევე Facebook გვერდზე მათ ქვიათ App Store, iPhone App Store, iTechnic App Store თბილისი. iTechnic-ში ზუსტად იგივე იმაში რა ქვია, Facebook-ში გავრცელეს ზუსტად იგივე შინაარსის ტექსტი. რომ Apple-ის მომხმარებელს ბოდიში მოუხადოთ საქართველოში Apple-ის წარმომადგენლობის სახელით. სიტყვასიტყვით არის ეს ტექსტი, აგერ არის ეს დაკონსტატირებული აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიერ და ამას უკვე ვეღარ წაშლიან, ვეღარ გაიქცევიათ. ესე იგი, აი ამან ჩვენ გაგოღიზნენ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ Facebook-ით ატყუებ ხალხს, ატყუებ, რამდენი ხანია უკვე 4 წელი, არაფერს არ გეუბნებით, ხო ჩვენგან წახვედით, ჩვენგან წაიღეთ ყველაფერი, ჩვენგან დააკოპირეთ. ელემენტარულია, რა გითხრათ, აგერ სამაჯური მიგეთია მე ხელზე. რა ჩვენებთ? ალბათ ყველა მიცით ეს სამაჯურები iPhone Plus-ის, ხო? ეს სამაჯურები ალბათ ნაცნობია თქვენთვის. აი ეს სამაჯურიც კი ჩვენგან გადააკოპირეს. ჯერ ვაკეთებ ჩვენ, შემდეგ აკეთებენ ისინი. შემოვიღეთ კომპანიაში დაზღვევა ტელეფონების, თქვენ შეგიძლიათ ხოთ ჩვენ მაღაზიაში, ჩვენ კომპანიაში ტელეფონი შეიძინოთ და რაც არ უნდა მოუვიდეს და გაუფუჭდეს, იხდით თავიდან ერთჯერადად წელიწადში დაზღვევის კურსს და შემდეგ სრულიად უფასოდ და უსასყიდლოდ ხდება ამ ტელეფონის შეკეთება, შეცვლა, დაკარგვის დასვენების და ძალიან, ყველანაირი რაც უნდა უქნათ ამ პირობებში. ხო და ამის შემდეგ სადაც ორთვეში უკვე ამ ნებისმიერ რაღაც რაც არ უნდა გააკეთოს iPhone Plus-მა, მხოლოდ შემდეგ აკეთებენ, იმიტომ რომ მათ არ გააჩნიათ იმის უნარი თვითონ რაიმე დანერგონ. ყველაფერი ჩვენგან მიითვისეს, როგორც კი ჩვენგან წავიდნენ მის თანამშრომლები, ზუსტად ჩვენი მომწოდებლების დაადგენდა, ზუსტად ჩვენი მომწოდებლებისგან დაიწყეს პროდუქციის იმპორტი, ზუსტად იმ ადგილებში, ზუსტად ყველგან მოკლედ დაიწყეს ყველაფერი დანერგეს ჩვენი აბსოლუტურად ჩვენი სტილით დაიწყეს მუშაობა მაღაზიები ჩვენ სტილში მოაწყეს რა აქსესუარებს ყიდით რა პროგრამული სერვისი გვაქვს ყველაფერი დააკოპირეს ზუსტად იგივე გააკეთეს ანუ ეს ადამიანები არიან პირდაპირ ქურდები
მოიპარეს ყველაფერი ჩვენი და შემდეგ მოინდომეს რომ ყველაფერი ჩვენგან ხომ მოიპარეს, ხო ჩვენი კომპანია დააკოპირეს და შემდეგ მოინდომეს ჩვენი გაკოტრება და მარტო ბაზარზე დარჩენა. აი, წარმოგიდგენიათ ახლა თავხედობის, უსინდისობის ხარისხი. და დასაც დღეს აკეთებენ ესენი კიდე აი ამ ყველაფერს, რომ დაგვადეს 1.600.000 ლარის პატარა და ავრცელებენ ჭორებს ჩვენზე. და რა ჭორებს ავრცელებენ ახლა ფინანსური პოლიციამ ვალერიან ცეცხლაძის დავალებით წაიღო ტელეფონები, ჩვენი 222 ტელეფონი და გაავრცელა ესეთი ცრუ ინფორმაცია, რომ არ იყო ქარხანა დახალიო. 6 თვის განმავლობაში რა ვერ მოიკვლიეს. თუ ქარხანა დახალი არ არის, 6 თვე უნდა ამ ტელეფონების გამოკვლევას. თქვენ ხო კარგად იცით ყველა, რომ ტელეფონს უკან აქვს იმეი სერიული ნომერი. თქვენ შეგიძლიათ ეს სერიული ნომერი ჩაწეროთ Apple-ის საიტზე, Apple-ს აქვს სერვერი, საჯარო რეესტრი. მინდა გითხრათ, რომ ეს საჯარო რეესტრი არის ჩვენს საჯარო რეესტრზე, ბევრად უფრო დაცული და ბევრად უფრო საიმედო. და იქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ამ 222 ტელეფონში, რომ ტელეფონში სიმბარათიც კი არ არის ჩადებული, არათუ ნახმარი, სიმბარათიც არ არის ჩადებული. შეშეთქვაში სიმბარათი იდება ტელეფონში მოწდება და შემდეგ იყიდება სიმბარათი რო იდება, იქ ჩანს უკვე რომ ამ დროს სიმბარათი ჩაიდო. რა თქმა უნდა ეს ნახმარს არ ნიშნავს, მაგრამ სიმბარათიც კი არ არის ჩადებული ამ ტელეფონებში, არც ერთში. ხოლო ორი ტელეფონი რომელიც მაგიდაზე საჩვენებლად იდო, იქ წერია რომ ეს საჩვენებელია და დაფიქსირებულიც არის რომ საჩვენებელია და ის რა თქმა უნდა ახლა იყო გააქტიურებული და სიმბარათიც იდო და ამოწევდა ხოლმე მოხარებები ამ ორ ტელეფონს. ხოლო 222-დან ორი ტელეფონი აიღეს მაგიდიდან, პირდაპირ მაგიდიდან მოხსნეს და აიღეს და ეს დაფიქსირებული ოქშიც რომ ეს არის მაგიდის ტელეფონი, ანუ ძირითადი საშუალება არ იყო ეს გასაყიდო ტელეფონი. და ამაზე იძახიან, რომ ესენიო ყირიან ნახმარ ტელეფონებში და უყურეთ ახლა რა ფონზე. გვედავებიან რომ გაგვივრცელეს ტყუილი მეორე მუხში გვედავებიან, სულ 3 ეპიზოდს გვედავებიან სასამართლოში, ერთი Facebook-ის გაუქმება, მეორე არაკეთის რაღაც კონკურენცია და გაჩვენებთ რა შედის ამერიკეთის სინდისებრი კონკურენციაში ახლავე. მოგეხსენებათ მათ კომპანიაში გაჩნდა ხანძარი და რამდენი გვერდიც იქნება ინტერნეტ საიტებზე, ახლაც ბევრი გვერდებია, მაგალითად მატყუარა iPhone Plus-ებიც ბევრია, მატყუარა i-ტექნიკებიც ბევრია. რაც მატყუარა i-ტექნიკები არის შექმნილი, ესენი ჩვენ გვებრალდება, რომ თქვენ გაგეთ, თუმცა ხა მტკიცებულება არ აქვს ისევე როგორც ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ არა ჩვენ უფრო მეტი მტკიცებულება გვაქვს, ხა ყველა მათი თანამშრომელი წერს Z და ჩვენ ვიცით რომ უკვე ეს მათი გვერდებია, მატყუარა iPhone Plus-ები რაც არის შექმნილი და Apple-ის მოხმარებათა საზოგადოება დაარქვეს ზოგს და ზოგს რა სახელი და ზოგს რა სახელი რამდენიმე სხვადასხვა კუთხიდან ეს პროვოკაციულად ცდილობენ რომ შეტევები განახორციელონ და ეს რა დროს. როდესაც თვითონ აი კარგად მიაქციეთ ყურადღება, გაჩნდა ხანძარი, ისინი იძახიან ტექნიკა არ დასრულდა, მაგრამ აგერ გვაქვს ჩვენ ფაქტი, ეს რომ ვიღაცამ გადაიღო ფოტო და გაავრცელა ინტერნეტში, თუმცა ესე ჩვენ დაგვაბრალეს, მაგრამ ჩვენც რო გაგვავრცელებინა ეს ფოტო, მინდა გითხრათ რომ ჩვენ გქონდა ჩვენს გაავრცელებით აუცილებლად, იმიტომ რომ ესე ტექნიკა და ნამდვილად არ შეიძლება. ნამდვილად არ შეიძლება, აი ეს უყურეთ, როგორ აშრობდნენ, მე არ ვიცი როგორ ჩანს თუ არა, მედია ჩანს. როგორ აშრობდნენ კომპიუტერებს, ეს არის მათი კომპიუტერები, რომელიც გააშრეს, ესე გააშრეს და ესენი უცხოად იძახიან, ეხლა ჩვენ საზოგადოებამ უნდა გამოვითხოვოთ, როდის ჩამოწერეს ეს ამდენი კომპიუტერი, რო გააშრეს. ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს არ ჩამოწერეს და გაყიდეს მომხმარებელს და თქვენ შეიძინეთ ეს ტელეფონი, ეს კომპიუტერები, მეგობრებო, თქვენ შეიძინეთ ყველამ. და ხვალ რო გაგიფუჭდებათ, იცოდებთ, რატომ გაგიფუჭებთ. ეს არის გამშრალი კომპიუტერები და ეს არის ფაქტი. ეს ადამიანები ჩვენზე საუბრობენ, რომ ჩვენ თურმე ფინანსურმა პოლიციამ რო წაიღო და ესეთი გაავრცელა, ესეთი ჭორი, ესეც ვალერიან ცეცხლაძის დაკვეთა იყო, ეს თქვა არ გონიათ, რომ თავისით შემოვიდა ეს ყველაფერი, აქ ისე არაფერი არ მოხდა და ჩვენ კი ვიცოდით ეს ყველაფერი ჩვენს გარშემო რაც ხდებოდა, რომ ვიღაც მავალჩინოსანიერია ამაში, მაგრამ ჩვენ თავიდან არ ვიცოდით, რომ ეს i-ტექნიკი ვისი იყო, არ ვიცოდით, რომ ჩვენ ვალერიან ცეცხლაძის იყო. არ წარმოდგენა არ ქონდა. ეს მხოლოდ იმის მერე გახდა ცნობილი, როდესაც ყადაღადაგვედო ანგარიშებზე და ისეთი უპრეცედენტო ყადაღადა, რომ აუცილებლად მე ჩვენ ვიცოდით, რომ ეხლა ვინ არის ბოლო-ბოლო ეს ადამიანი, კაცო, ვინ არის დაინტერესებული ხარი და შემთხვევით შემდეგ სრულად შემთხვევით გავიგეთ, რომ i-ტექნიკის პრობლემა იყო ვალერიან ცეცხლაძე და საიდან მოდიოდა ყველაფერი მე რო გავყევით, ყველა კვალი ზუსტად მივიდა მასთან. რა ჩვენს გარშემო ხორციელდებოდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გავაკეთეთ ფაქტების კონსტატაცია ეროვნული ბიუროსგან, სადაც ჩანს, რომ ვალერიან ცეცხლაძის და მისი მეუღლე გვანცა მიქუჭაძის მთელი სამეგობრო ჩართული არის ჩვენს დისკრედიტაციაში. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ Facebook გვერდზე და სადაც ჩაწერთ, აი ხან Apple-ის მოხმარებათა საზოგადოება გააკეთეს გვერდი ეგეთი, თითქოს Apple-ის მოხმარებათა საზოგადოება ამ დროს დილიდან საღამომდე მითის ჩვენი ანტიპი არის ამ გვერდზე და სულ მათი თანამშრომლების მხრიდან.
ყველა არის ვალერიან ცერცოძის და მისი ვალერიან ცერცოძის ცოლის მეგობრები თან. უმეტესობა 90%, 99%. მათი მეგობრები არიან. ჩვენ ფაქტების კონსტატაცია გავაკეთეთ და ჩანს რა კომენტარებს წერენ, აი iPhone Plus-ში ვიყიდე, ტელეფონი გამიფუჭდა და iPhone Plus-ში ვიყიდე, გამიფუჭდა, ყველა აი ტექნიკის მის მართველი მენეჯერი ვინც არის გვანცამი ქუჩაზე ვალერიან ცერცოძის ცოლი, ყველა ამის მეგობარი ჩვენთან უყიდია ყველას ტელეფონი გუშინ იყიდეს, გავუფრთხილდა, გუშინ იყიდეს, გავუფრთხილდა, თუმცა აი ეს რაღაცებს წერენ სულ ჩვენზე. ეს დადასტურებული ფაქტებია, მტკიცებულები გვაქვს. ეროვნული დასრულების ბიუროსგან როგორც გითხარით, ფაქტების კონსტატაცია გავაკეთეთ და უახლოს დღეებში მუშავდება სარჩელი და ჩვენგანაც შევა სასამართლოში, ვალერიან ცერცოძის სასამართლოში ამჯერად, მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ მალე ვალერიან ცერცოძე დატოვებს. ჯერ ერთი თვითონ უნდა იყოს გონიერება ამ ადამიანს და ამდენი მტკიცებულებაა მის წინააღმდეგ და ფაქტები აგერ არის, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი ორი მუხლით. ერთი აგრეთვე გამჭვირვალობის საიტზე თუ შეხვდათ საერთაშორისო გამჭვირვალობის საქართველოს საიტზე, იქ არის ჩამოთვლილი მუხლები, ხა მე იურისტი არ ვარ და ცოტა არ ვარკვევი ამ მუხლებში, მაგრამ დაგაგებულად უწერიათ იქ რა მუხლები დაარღვია მან. ეს არის სისხლის სამართლის კასუმსგებლობა უკვე, იმიტომ რომ თანამდებობის ბოროტად გამოყენება გამოდის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა სისულელები აქვს შეყრილი. კი თუნდაც კონკურენციის სააგენტოში, ზუსტად იგივე რაც კონკურენციის სააგენტოში, ზუსტად იგივე აქვს შეტანილი სასამართლოში. ზუსტად აი ეს კოპია, ის ფურცელი ზუსტად ის მაკულატურა შეყარეს სასამართლოში და ამ მაკულატურაზე წარმოიდგინეთ საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებენ. ამათ საზოგადოება ისეთი მდაბლიო ის გონიათ ფენა და ისეთი გაუთვითცნობიერებელი ადამიანები, არის ეს საზოგადოება რეპორტი რას ნიშნავს და რეპორტი დანაშაული არის, თითქოს ამას ვერ გაიგებს ხალხი. და საზოგადოებამ არის ის რომ რეპორტის გამო რომ Facebook-ი მაგ გვერდი გაუქმნა, ეს იმას ნიშნავს რომ ისინი Facebook-მა განიხილეს და ისინი არ ყოფდნენ Facebook-ის გამო და იმიტომ გაუქმნა და ამის გამო მოსამართლეობა მილიონებში 100,000 ყადაღას გვადებს. ეხლა თქვენ მოგეხსენებათ რომ ამას ეხლა ვინ დაიჯერებს, არც თქვენ დაიჯერებთ, არც მე და არც სხვა. მაგრამ მოსამართლემ როგორც ჩანს დაიჯერა. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ რომ მოსამართლე განათლებული გოგონა სხვათა შორის ძალიან კარგად ახასიათებენ როგორც პიროვნებას, ქალბატონ ქეთევან კუჭავას. არავის არ ჯერა რომ ქალბატონ ქეთევან კუჭავმა არ იცის Facebook-ი რას ნიშნავს და არ იცის რეპორტი რას ნიშნავს და არ იცის რომ რეპორტით რო გვერდი გაუქმდა ეს ჩვენი ბრალი არ არის, ეს არის მათი ბრალი, ჩვენ რო ვამხილეთ ამაში ჩვენი დანაშაული რა არის, ჩვენ რო გვადებს მილიონებში 100,000, ხო? უნდა დაადოს ისევ მათ, იმიტომ რომ გაუქმდა ის გვერდი, რომ რაღაცას არ ღვევდნენ და აშავებდნენ, ჩვენ რა შუაშია, ჩვენ რო დავარეპორტეთ, ამას ვიძახით, რომ ჩვენ დავარეპორტეთ, იმიტომ რომ არ ღვევდნენ კანონს და იმიტომ დავარეპორტეთ. ამაში დანაშაული არაფერი არ არის, თუმცა წარმოგიდგენიათ რა უსამართლობასთან გვაქვს საქმე? ეს ადამიანები იძახენ სასამართლოს იმას გავაცნობთ ყველასო და გააცნონ აგერ არის, მე ვაცნობ, მე გეუბნებით, რომ ეს სისულელე წერია იქ. აი ამ სისულელეზე გვადებს ყადაღა ამ მილიონებში 100,000 ლარზე, რომ ეს Facebook-ის გვერდი დავარეპორტეთ და ის ვითომ ჩვენ გავაკეთეთ რაღაც ყალბი გვერდები და აი ეს კომპიუტერები გაჩვენეთ ახლა, ხო? აი ესენი ჩვენ გავავრცელებთ თითქოს არ ეს ჩვენი გადაღებული არ არის, ეს ვიღაცა კი გაავრცელა, მაგრამ ვინც არ უნდა გაავრცელოს, ჩვენს რო გაგვავრცელებინა, ამასაც არ დავამალავდით ისე როგორც Facebook-ის ის არ დავამალავდით ჩვენ. არც ამას არ დავამალავდით, ამასაც ვიტყოდით პირდაპირ. ეხლა მეორე თემად რა მქონდა, ეხლა გავიხსენებ და გეტყვით. მინდა გითხრათ, ვალერიან ცერცოძის უტიპრობა მინდა გაჩვენოთ. მოგეხსენებათ იმის შემდეგ, როცა ჩვენ კომპანიას ყადაღა დაედო ავტომანქანაზე, რომელიც შემდეგ გამოვიკვლიეთ, ანუ ორი დოკუმენტი მოვითხოვეთ, ჯერ მოვითხოვეთ დოკუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან, სადაც დავადგინეთ, რომ ავტომანქანა ნომრით, რომელიც კლიპში ჩანს, გაჩვენებთ ახლა ამ ავტომანქანას. საახალწლო კლიპში ჩანს iTechnics-ის ვალერიან ცერცოძემ რამდენიმე დღით, რომ გამოუყო iTechnics-ის ეს ავტომანქანა და წავიდნენ გუდაურში და გადაიღეს კლიპი. თვითონ ფეხით და ტაქსით რო იარა ამ დროს ვალერიან ცერცოძემ სასამართლოს თავმჯდომარემ ფეხით დადიოდა და მისი მანქანა მთელი კვირაობით გუდაურში იყო თავის მძღოლიანად და იღებდნენ iTechnics-ის კლიპს და წარმოგიდგენიათ ეს ადამიანი ამბობს რომ კავშირში არ ვარ მე ამ კომპანიასთანო. აი ახლა გაჩვენებთ ამ მანქანას. ავტომობილი ნომრით GLL 101 ეს ახლა კარგად არ ჩანს, თუმცა საქართველოს საერთაშორისო გამჭვირვალობის საქართველოს საიტზე თუ შეხვდათ, ან ჩვენ საიტზე თუ შეხვდათ Facebook გვერდზე, შეგიძლიათ დაათვალიეროთ, იქ გვაქვს ვიდეო გაშებული ამათი რეკლამის, სადაც შეგიძლიათ თქვენ თვითონ გააჩეროთ ის ვიდეო და წამის მიესეჭი, სადაც ჩანს ეს მანქანის ნომერიც და შეგიძლიათ დააფიქსიროთ, ეს არის ავტომობილი Prado GLL 101 ნომრით,
რომელიც ეკუთვნის ვალერიან ცერცვაძეს, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, აქვე მინდა გაჩვენოთ მისი მძღოლი, აი ეს ადამიანი არის სასამართლოს თანამშრომელი სახელმწიფოური არ ვიცით, მაგრამ მალე გავარკვევთ, დავადგენთ, მუშაობენ საიაც და საერთაშორისო გამწვავებელობაც და იმედია გაირკვევა ამ ადამიანის სახელი და გვარი. ეს არის მძღოლი ვალერიან ცერცვაძე, რომელიც სასამართლოში მუშაობს. ეს გავიგეთ, მაგრამ სახელი და გვარი არ ვიცით, ჯერჯერობით ამასაც გამოვითხოთ და ესეც დადგინდება. გარდა ამისა გვაქვს დასკვნა ამ ნომრის მიხედვით შემდეგ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, აგერ არის ცნობა, სადაც წერია, რომ ეს ცნობა შეგიძლიათ იხილოთ როგორც ჩვენ საიტზე, ისე საერთაშორისო გამჭირვებლობა საქართველოს საიტზე არის აღწერილი, სადაც წერია, რომ 2012 წლიდან რეგისტრირებულია თბილისის ძმების ბოლაშვილების ქუჩა 38-ში მდებარე საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ბალანსზე. ეხლა წავედით უკვე სასამართლოებზე და იმას მივაკითხეთ პროფესორად საერთაშორისო გამჭირვებლობამ ამოიღო ეს და აქ წერია უკვე, რომ ეს ავტომობილი ეკუთვნის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძეს 2008 წლიდან. აი ეს ორი დოკუმენტი და ფაქტი გვაქვს სახეზე, აშკარა ფაქტი, რომელსაც ვერ გაექცევა ვერსად და მოუწევს თავისი სიტყვების უკან წადება, რაც ძალიან არ უნდა, ამიტომ ტელეფონებს აიღებს, არც ერთ ჟურნალისტი მინდა გითხრათ, რომ აღარ პასუხობს. მაღაზიაში დღეს კარებები ჩაუყენეს ჟურნალისტებს და არ შეუშვეს ჟურნალისტები, რადგან უკვე ფაქტებით მიდიოდნენ ჟურნალისტები და პასუხს ითხოვდნენ იმ ყურებზე, რაც ვალერიან ცერცვაძემ თქვა და გაჩვენეთ რა თქვა ვალერიან ცერცვაძემ. ანუ ეს რო აღმოჩნდეს და ჩემი მანქანაც რო ყოფილიყო, ჩემი მანქანა არ იყო, მაგრამ რომც აღმოჩნდა და ჩემი მანქანა რო ყოფილიყო, დარღვევა არ არის, სწორედ დარღვევას ვერ ხედავს, ჩემი მანქანა რო ყოფილიყო, ჩვენ იმას კი არ ვამბობ, დარღვევა თუ რაღაც დარღვევა არის, რა თქმა უნდა, ხა სახელმწიფოს მანქანით რომ მიდიხარ და შენი რო არ არის ეს მანქანა, ჩვენ ხალხი და საზოგადოება რო ვიხდით, აი ამ მანქანის ფულს, რომ შენ გემსახუროს, იმიტომ რომ შენ მე ჩვენ გვემსახურონ, როგორ გემსახურებიან, კი ხედავთ, აქეთ ფულს და ბიზნესს გვართმევენ, ჩვენ ვხდით ხელფასს იმაში, რომ შემდეგ წაგვართან ბიზნესი და ფული. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვემსახუროს, კვირაობით მძღოლი, რომელსაც ჩვენ უყიდეთ ხელფასს, მანქანა, რომელიც ჩვენ უყიდეთ და ჩვენი ფულით ემსახურება, მთელი თავის დაცვით ყველაფერი გაუშვა გუდაურში. თეორიულად არ გამოდის ეს კანონდარღვევა, ხო თქვა, ესეც რომ აღმოჩნდეს და ყოფილიყო, რომ ჩემი მანქანა არის. ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, რომ ეს მისი მანქანა. თეორიულად არ გამოდის ეს კანონდარღვევა, ხო თქვა, ესეც რომ აღმოჩნდეს და ყოფილიყო, რომ ჩემი მანქანა არის. ეს ადამიანი არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მეგობარი. დღეს ეს ადამიანი მართავს სასამართლო სისტემას. აი ესეთი მარტყუარა ადამიანი დღეს არის სასამართლოს თავმჯდომარე. ეხლა რა გინდათ რომ რა ვქნათ რომ გავაკეთოთ, როდესაც სასამართლო აი ამ ადამიანის ხელში არის. ასევე აგერ არის გამოთხოვილი ფაქტები. ეს არის ცოტა რადგან დასკანერებულებია არ ჩანს ახლა მაღალი ხარისხი, თუმცა შევძანთ საერთაშორისო გამჭირვებლობა საქართველოს საიტზე და იქ არის შეგიძლიათ გაადიდოთ უკვე და ის დაინახოთ რა. ეს არის იპოთეკები ვალერიან ცერცვაძეს, რომელიც საჯარო რეესტრიდან გამოვითხოვეთ და ყველა თქვენთაგან შეუძლია რომ მიბრძანდეს და გამოვითხოვოს ვალერიან ცერცვაძეს საჯარო რეესტრში იპოთეკები, რატო? ანუ ეს არის საჯარო ინფორმაცია, ამას ვერ დამალავს. როგორც ჩანს, მარიცოდი რომ ჩვენ ამას საერთოდ წარმოუდგენა არ ყოფილიყო, ჩვენ გავიგებდით რომ ვალერიან ცერცვაძეს იყო ეს ბიზნესი და ამიტომ გაბედეს ამდენი ახლა უკან დასახევი საუბრობთ აღარ აქვს, მაგრამ იმდენად ნაგლობენ, ну, მოკლედ ახლა მათი თავხედობა საზღვარი არ აქვს. მათ ტყუილებს ახლა ყველაფერი გამოსვლა და ყველაფერი გაიგო ახლა ადამიანებზე მათ ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს, მათ გონიათ ყველა ჩვენთანგანი იმდენად სულელი რომ ამის გარჩევა არ შეუძლიათ საჯარო რეესტრში რომ ეს იპოთეკა ყალბი ვერ იქნება და ეს რომ დოკუმენტია რაც ხელმოწერილია ჩადებულია მისი ბინა დღეს ბანკში ამას რომ გავიგებთ და ეს რომ ვერ დაიმალება ამის წარმოდგენა არ აქვს და ესე უხეშად ესე ურცხვად ესე უსინდისოდ დღესაც ატყუებენ საზოგადოებას და იგზახიან რომ არა ეს ჩვენ არა ვართ და არაფერი კავშირში არ არის ვალერიან ცერცვაძე თვითონ სასამართლოს თავმჯდომარე როგორ იტყუება თქვენ იმ წუთში მოусმინეთ მას იმ წუთში ნახეთ თქვენ გაჩვენეთ როგორ იტყუება მოსამართლე რომ არ არის ჩემი მანქანაც რომ წიყოს და ესეც რომ დადგინდესო ეს რა დარღვევაო მე აქაც დარღვევას ვერ ხედავს რატო ვერ ხედავს დარღვევას იცით წლების განმავლობაში იგი მიჩვეული არის ჩვენი ფულით ისევ ჩვენ რო გვართმევს ქონებებს და დღესაც იგივე უნდა რომ გაუვიდეს ჩვენ გვაქვს დიდი იმედი რომ მას ამჯერად ეს ამ შემთხვევაში აღარ გაუვა. ეხლა დავიწყოთ ეს უკვე ორი თემა ვნახეთ, ხო? ეხლა ვნახოთ მესამე თემა რა არის მათი რომელიც სასამართლოში წაიღეს. სულ არის სამი თემა, ახლა წაიკითხავთ. სარჩელის თანახმად მოპასუხე კომპანიამ
ელექტრონული საინფორმაციო საშუალებებით და სხვადასხვა ონლაინ მანიპულაციებით მოსარჩელების ინტერესების საზიანოდ განახორციელა 3 ტიპის მართლწინააღმდეგო ქმედება. ჩვენ გვეხება ეს, ანუ ჩვენ გავახორციელეთ რა, თითქოს 3 ტიპის მართლწინააღმდეგო ქმედება და წაგიკითხავთ ყველას ახლა. პირველი, მოსარჩელე კომპანიის ოფიციალური Facebook გვერდის მიზანმიმართული და ინტენსიური დარეპორტებით Facebook-ის ადმინისტრაციისთვის ცნარი ცდურის მიწოდებით ამ გვერდის გაუქმება. ანუ ახლა Facebook-ის ხალხი სულ და სტერიგონია და ახლა Facebook-ის ადმინისტრაციის გამოაშტერეს, რომ თურმე ცნარი ინფორმაცია მივაწოდეთ, დაგვიჯერეს, მაშინ ესე რომ იჯერებდნენ თქვენ როგორ წარმოგიდგენთ, რომელი პოლიტიკოსის, რომელი კომპანიის, ან რომელი საერთოდ ვინ დახარჯავდა Facebook-ის რეკლამაში, plus მოგეხსენებათ მეორე თუ მესამე ადგილზეა ბიზნესის შემოსავლიანობით. და ძალიან სერიოზული ორგანიზაცია, რომელიც არავის აბსოლუტურად უსამართლოდ არ დაჩაგრავს. არავის აბსოლუტურად არ გაუქმებს უსამართლოდ გვერდს. იმის მერე ჩვენ გვერდს არ ეპორტებენ მთელი IT-ი, მაგრამ ვერ გავაუქმებს, იმიტომ ვერ გავაუქმებს და ვერც გავაუქმებენ, იმიტომ რომ კანონს არ ვაკეთებთ ჩვენ. და რამდენი პოლიტიკოსის საიტი იქნებოდა გაუქმებული მასიური დარეპორტებით, ახლა რამდენი თანამშრომელი ყავს, 100 თანამშრომელი, 100-მა რამდენი პოლიტიკური პარტია დაარეპორტებდა მეორე პარტიას და გაუქმებდა გვერდს, ან ნებისმიერი კომპანია მეორე დიდი კომპანია, ხო გიგანტები არიან Facebook-ს წარმოდგენილი, რომელსაც მილიარდია დახარჯული Facebook გვერდზე. მოგეხსენებათ ეს ყველაფერი სასამართლოს მოსამართლეს დააჯერეს. წარმოგიდგენიათ ხო ეს დაიჯერა ახლა მოსამართლემ. აი ასეთ ქვეყანაში ცხოვრობთ ჩვენ დღეს სამწუხაროდ. მეორე, მოსარჩელი კომპანიის საფირმო სახელწოდების გამოყენებით ყალბი Facebook გვერდის შექმნა და ცივისწავლული საქმიანი რეპუტაციის შემონახული ინფორმაციის გავრცელება. საფირმო სახელწოდება ახლა Apple-ის საფირმო სახელს ეგენი იყენებდნენ და რომელი საფირმო სახელწოდებას გვედავიან მე არ ვიცი, იმიტომ რომ თუ i-Technics-ია საუბარი, i-Technics ჩვენ გვაქვს დარეგისტრირებული 2011 წლის 8 აგვისტოს. ესენი გაიხსნენ, ესენი 2011 წლის ოქტომბერში. და რეგისტრაციას მაშინ აქვს გაკეთებული. დაინახეს, ანუ როგორც გითხარით, რომ მათ არ აქვს მოფიქრების უნარი, რაიმე წესიერი, რაიმე მოიფიქრონ, მარკეტინგული უნარი საერთოდ არ გააჩნიათ. მოგეხსენებათ, სამაჯურებიდან დაწყებული, ცელოფნის პარკები რო ავიღოთ, აი პარკებიდან დაწყებული ნებისმიერი აქცია, რაც არ უნდა დავგეგმოთ, ჩვენი სტილი მუშაობის პროგრამული პაკეტები, ყველაფერს ჩვენგან იღებენ აბსოლუტურად. რაც არ უნდა ჩვენ აქცია დავგეგმოთ, მეორე მესამე დღეს ერთ კვირაში უკვე ისინი აკეთებენ. თვითონ მათ მოფიქრების უნარი არ აქვს, მოყვებიან ჩვენ ესე მოგდებენ სულ და ასე გამოყვნენ აქაც ჩვენ დავაფუძნეთ მეორე ანუ ავიღეთ დომენი პირველებმა ეს ფაქტი არსებობს, ფაქტობრივად დოკუმენტი გვაქვს, ხო პირველმა ჩვენ ავიღეთ ეს დომენი, შემდეგ მოფიქრება დაეზარათ უკვე რადგან იყო დარეგისტრირებული ეს სახელი, რადგან 100-ო დაამატეს, i-Technics-ი ჩვენი იყო და უბრალოდ კი არ დაამატეს, გამოაკლეს, მივიდნენ საიტზე იმაში რა ქვია, კავკასიის ონლაინის დომენი შეგიძლიათ აიღოთ, ყველამ ალბათ იცით ხო აგიღიათ ბევრს და იცით როგორ იღება ეს დომენი, ჩაწერთ და ნახავთ რა არის დაკავებული, რა არის, რაც არის დაკავებული იღებთ. ჩაწერეს ნახეს რომ i-Technics-ი დაკავებული იყო, მოაკლეს 100-ო და აიღეს i-Technics-ი. ამის შემდეგ გადის 5 წელი და ეხლა აღმოჩნდა რომ ეხლა თურმე ეხლა მიუყენებიათ ზიანი. აქამდე ჩვენ კი არ ვიცოდი იქნებ მომმართე, იქნებ გწუხდი მითხარ რომ მინდა ეს გვერდი და იქნებ გაძლევ საერთოდ გაძლევთ ამ გვერდს, ხო? თუმცა ეხლა აღმოჩნდა 5 წელი თურმე გაჩვენებულები იყვნენ და აღმოჩნდა რომ თურმე ეხლა ვარღვევდით, ეხლა კარგავდნენ ეგენი ამით კლიენტებს. ნუ ეს სისულელი რა თქმა უნდა ეხლა ჩვენ გვაქვს ყველაზე ადრე რეგისტრირებული და მათ მხოლოდ ეხლა საქართველოს ისა 2016 წლის მაისში, ანუ 3 თვის წინ საქართველოს საკპატეთს მიმართეს და მხოლოდ ეხლა დაარეგისტრირეს პაკეტი. 3 თვე არის ოფიციალურად i-Technics-ი მათია. თუმცა გვერდის გამოყენების უფლება მე არავინ არ შემიზღუდა წერდა. თუ ვიღაცა მომწერს წერილობით ფორმით რომ ჩვენ შეიძლება გვერდით აღარ ვისარგებლოთ, რა თქმა უნდა ჩვენ აღარ ვისარგებლოთ ამით, იმიტომ რომ ჩვენ კანონმორჩილი ადამიანები ვართ. ნუ ეს ამაზე მეტი კომენტარი რა გავაკეთო, რა გითხრათ, აბა. და მესამეა, მოსარჩელი კომპანიის საფირმო სახელწოდების გამოყენებით ყალბი ვებ გვერდების შექმნა და საქმიანი რეპუტაციის შემონახული მასალების გამოქვეყნება. ეს არის ის კომპიუტერები, რომელიც არის ეს კომპიუტერები, ალბათ ეს იგულისხმეს კომპიუტერები, რომ დასველდა და მათ რო დაასველეს უბრალოდ კომპიუტერები, კი არა, სახანძრო დაასველა ხანძრის გამო და რო გააშლეს და ეს რო ატვირთა ვიღაცამ ჩვენ რო დაგვაბრალეს. აი ალბათ ამაზეა საუბარი. იმიტომ რომ ჩვენ სხვა გვერდია, რანაირი გვერდი არ გვეკეთებია, თუ ვიღაცა თუ სადმე რაღაცას თვითონ აკეთებია, რომ მე ისევ ჩვენ დავაბრუნდეს, არ ვიცით, მაგრამ ერთი მტკიცებულება ხომ უნდა არსებობდეს, მაშინ სასამართლოში საარჩევნო შეგაქვს და 1.600.000 ვადებ ყადაღას კომპანიას, ალბათ რაღაც ფაქტიც უნდა მიაყოლო, ხო? და აი ასეთ მხოლოდ წარწერებზე, მე შემდეგ ეს ზარალი დაითვალეს, ანუ ჩვენთან კავშირში არც ერთი არ არის. აი ეს 3 პუნქტი ჩვენთან არ არის კავშირში საერთოდ და ამაზე ზარალი დაითვალეს, ეხლა თუ გინდა მილიარდი მიადგეთ ან 100 მილიარდი ეს ჩვენთან რა კავშირშია, ჩვენთან არც ერთი პუნქტი ჩვენ არ გვეხება აქედან. დაითვალეს ეს ზარალი, როგორ დაითვალეს ჯერ ხოლმე საკითხავია 1.600.000 დაითვალეს, რომ აი უნდა მივიღო და ვერ მივიღოთ, როცა 5 წელი ეს კომპანია არსებობს და 300.000 ლარი სულ მოგება თუ არ ვწდები.
იმიტომ რომ ერთ-ერთი თანამშრომელი წავიდა ხა მანდედან და კითხოთ რამდენი წაიღო კითხეთ თქვენ და იმის მიხედვით გაიგო რამდენი ხონდა მთელი მოგება ამ მთელი 5 წლის განმავლობაში რომ 1,600,000 მე იზარალეს თურმე ჩვენს გამო ისე თავის გამო რაც თვითონ დააშავეს თვითონ კანონები რაც ჩაიდინეს თუ მართლა მიიღეს ეს ზარალი Facebook-ის გაუქმებით ეს ხო ჩვენი ბრალი არ არის ეს ხო ყალბურთს იყენებდნენ ყალბდასახელებას ეფლისას და ეფლმა გაუქმა ამიტომ გვერდი სხვა შორის გაიგეს ახლა ჩვენ რომ უნდა უჩიოთ ამ დასახელებაზე და ის PR დაიწყეს ამაზე ის PR კამპანია დაიწყეს ამაზე რომ თურმე ჩვენ უნდა გვიჩინოთ ლოგოს გამო ну მეგონი საზოგადოება ყველაფერს ხვდება და ყველაფერი ნათელია აქედან გადავხედავ ახლა თუ კიდე რამე დამჩასათქმელი და შემდეგ გადავიდეთ შეკითხვებზე აქ ერთი რაღაც გამახსენე კიდე აგერ გქონია გამზადებული და გეტყვით პარემ ამასაც სანამდე ჩავერთობდი თქვენთან რამდენიმე ვარიანტი წინასწარ ჩავინიშნე რა უნდა მეთქვა თქვენთვის და ამასაც პარემ გეტყვით ავტომანქანაზე მე თქვენ მოგასმენიეთ ვალერიან ცერცოძის კომენტარი და ეხლა გავშევ ვალერიან ცერცოძის დირექტორის კომენტარს ცერცოძის მანქანაზე და ასევე იმ მონაწილეებზე დასტურდება რომ ცერცოძის ქონება დაქირავებული არის ბანკში აი ტექნიკის სასარგებლოდ, რითიც დასტურდება მთელი ეს კამპანია რატო დაიწყო და რატო ახდენენ iPhone Plus-ის დისკრედიტაციას და როგორ უნდა iPhone Plus წართან ბიზნესთან მიითვისონ iPhone Plus-ის ქონება, რის საფუძველზე აპირებენ ამას, უკვე ჩამოგითვალეთ და ყველაფერი იცით უკვე რის საფუძველზე ხდება ეს და რა მტკიცებულებები არსებობს ჩვენ წინააღმდეგ. ეს მე უკვე გაჩვენეთ და აგიხსენეთ. ეხლა გაჩვენეთ მათ რეაქციას ვალერიან ცერცოძის დირექტორის ბექარ მიქუჩაძის რეაქციას, როდესაც შეკითხვა დაუსვეს ავტომანქანაზე და ამ ნაწერებზე, სადაც დასტურდება, რომ ვალერიან ცერცოძის ქონება დაკრიტული აი ტექნიკის სასარგებლოდ. ვალერიან ცერცოძის ბინა იყო იპოთეკით დატვირთული აი ტექნიკის სასარგებლოდ 2016 წლის მაისამდე. მოგესალმებით ეს როგორც ხედავთ, სრული აბსურდის თეატრი არის. მოგესალმებით, მაგრამ აბსურდის თეატრიო, უწოდა აბსურდის თეატრი ამ ნაწერებს, საჯარო რესტის ამ ნაწერებს, სადაც დასტურდება რომ პირდაპირ ვალერიან ცერცოძის ქონება ან რას მოლავ ახლა ხო ან როდემდე დამალავ აგერ მაქვს ამონაწერი და შენ რო ახლა ამ ტელევიზიას ეთქვი რომ არაო მე აღარ გამოვიდა და აღარ ვიტყვი რომ აგერ არის საფუძვი თუ რას მალავს აი დასამალი რომ მაქვს და აქედან ხო დასტურდება ყველაფერი ეს ადამიანები ვინ არიან და ვისთან გვაქვს საქმე ჩვენ საზოგადოებას ესე ვიდა დემოკრატია გამოვიდა ქვეყანაში რომ ბიზნესმენებს მოსამართლეები თავისი ბიზნესის სასარგებლოდ ბიზნესებს ართმევდნენ და ეს იქნება ის ქვეყანა ის სამაგალითო ქვეყანა დღეს მე პრემიერს უსმენთ და გავუწევდი მოკლედ ყველაფერს გავაკეთებ და ყველაფერს გავაკეთებ მართალია ბატონო პრემიერმა მიწერა წერილი რომ მიხედეთო ამათო ალბათ იგულისხმა პრემიერმა ვალერიან ცერცოძე მაგრამ პროკურატურამ ჩვენ მოგხედა ჩვენთან შემოვიდა საბუთები დოკუმენტაცია მოითხოვა რომ ჩვენ შეგვაშინოს რომ გავჩუმდეთ და მე არ ვიცი ახლა ეს რა არის დემოკრატიული ქვეყანაა ხო არ ვიცი რატო ჭირდებათ ესეთი ადამიანი ალბათ რაღაცაში ჭირდებათ და ამის გამო უნდა თუ ჩვენ ანუ გაგვაჩვენონ რომ ამ ადამიანზე არაფერი აღარ ვთქვათ რომ გამოიყენონ ბოლომდე რაღაცაში რასაც ჭირდებათ და ასე გინდა რომ გამოვიყავოთ ქვეყანაში დემოკრატია. მე მახსოვს როდესაც 2012 წლის არჩევნები იყო, ყველამ შეგვეგონა რომ всё დამთავრდა და ბიზნესმა დაისვენა და ბატონმა ბიზნესმაც მაშინებმა პრემიერმა თქვა რომ თუ რომელიმე ბიზნესო ვიღაც შეგაწუხებთ და გამოდით და თქვითო. მაგრამ გამოსული ვართ ერთი თვე აზერ ვიძახით, მაგრამ ყურადღებას არავინ არ გოგცევს. ხო და ხვალ თქვენ ყველა თქვენთაგას მოსდგებიან. რომ იცოდეთ ბიზნესი რო არ შემოვიდეს საქართველოში და ბიზნესმენები რო არ შემოვიდნენ და არ ჩადონ ინვესტიციები, არც ხელფასი იქნება, არც პენსიები იქნება, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება და ეკონომიკური სიძულჭირე უფრო და უფრო გაღრმავდება. რომ იცოდეთ ეს ესე იქნება და ეს ყველაფერი ეწირება ამ კონკრეტული 1-2 ზონდე ჩინოვნიკის ინტერესებს. აი ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატია, აი ამ ეტაპზეა დღეს. და არის ძალიან საგანგებო მდგომარეობა. თუ სასწრაფოდ არ შეიცვალა ეს ყველაფერი, ქვეყანა დაიღუპება. იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ეს თუ გაგრძელდა, ჩვენ აუცილებლად აი ერთ ევროპარლამენტს არ დავტოვებთ, რომ არ ჩავაყენოთ საქართველოში და არ შევატყობინოთ ამის შესახებ ყველაფერი, რაც გავიკეთეთ ჩვენ და რაც ხდება საქართველოში, იმიტომ რომ იქნებ ვიღაცამ შემდეგ ყურები შეივერტყოს, ესე ვთქვათ, პირდაპირ. რომ ცოტა მალე დაგვადგეს საშველი, იქნებ საზოგადოება მიხვდეს შემდეგ რაც ხდება და იქნებ რაღაც შეიცვალოს ქვეყანაში, ხო? იმიტომ რომ მარტო ჩვენ რო ყვირი ვართ და ვიძახით რას ვიკეთებენ, ფაქტებს ვდებთ რას ვიკეთებენ, არავინ არ იღებს ხმას. თუ მე პროკურატურის საქმიანობაში ვერ ჩავერივი ბიზნეს ომბუდსმენი აიღოს. თუ პროკურატურის საქმიანობაში ვერ ჩავერივი, ხან პროკურატურა ავირჩიე, მე ვერ გავიგე არჩევნებზე. ჩვენ ხო ავირჩიეთ თქვენ ბატონებო და მიხედეთ ამ ხალხს კაცო.
მიხედავთ ესენი ადრე ზონდერები იყვნენ, ეხლა გვართმევენ ბიზნესს, ხედავთ როგორ უკანონოდ გვართმევენ, ხედავთ როგორ იტყუებიან, ხედავთ რა მატყუარები არიან, ყველა ფაქტი წინ გავთ. რა გინდათ მეტი ეხლა? ჩვენ რა თქმა უნდა გამოვალთ და აბსოლუტურად ყველა ევროპარლამენტარს ჩავაყენებთ საქმის კურსში და აბსოლუტურად ყველა მინისტრი, რომელიც ჩამოფრინდება ნებისმიერ ევროპის ქალაქში, იქ დავხვდებით და იქ გავახსენებთ, რას გვიკეთებენ და რა გავიკეთეს და რატო გამოგვაქციეს ქვეყნიდან. ამას გავაკეთებთ, იმედი გვაქვს ძალიან დიდი, რომ ეს არ დაგვჭირდება და პირველ რიგში ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებული და აყვავებული ვნახოთ და ამიტომ ვართ აქ რომ აქედან დავამტკიცოთ სიმართლე და მე მოუწოდებ ჩვენს თავრობას რომ დროზე როგორად მიხედოს ჩვენს ქვეყანას და ნახონ დაინახონ რა ხდება. გამოვიდნენ ცოტა გარეთ და დაინახონ რა ხდება. რაღაც იმაში არიან ალბათ უკვე განსხვავების ხანაში თუ პერიოდში და გონიათ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ არ ხედავენ გარეთ რა ხდება. გეუბნებით აგრე ერთი თვე ვლაპარაკობ, ჩაიხედეთ, შეისწავლეთ, ნახეთ და ნახეთ რა ხდება ქვეყანაში, ნახეთ რა გავიკეთეს და აქედან გამოვიდეთ მე დასკვა მე ხوار გეუბნებით რომ ჩვენ გავგვართ და შეისწავლეთ უბრალოდ დაინტერესდით, გამოითხოვეთ ყველაფერი რა გავიკეთეს ამ ხალხმა და ყველაფერი ნათელია და ყველაფერი აშკარაა. გადავხედავ ახლა თუ კიდე რამე მქონდა სათქმელი, ცოტა უცბად დავგეგმეთ ეს თქვენთან ჩართვა და კარგად არ მომზადებულ ესე ვთქვა, თუმცა პირველი ჩართვა არ იქნება ჩემი თქვენთან და კიდევ ჩაგერთობით. მოახლოეს დღეებში, როგორც კი განვითარდება რაღაც შეიცვლება და უკეთესისკენ თუ უარესისკენ მაინც გაცნობთ ამის შესახებ. რადგან ტელევიზიებთან როდესაც ვერთობთ, ალბათ არ აქვს იმდენი დრო, რომ მე რაც ისეთ კაც მინდა და ისეთ კაც მინდა, რომ რაც მინდა გითხრათ თქვენ, არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი თქვათ. და მე ვფიქრობ, რომ ეს კარგი გამოსავალი, კარგი შესაძლებლობაა ამისთვის, რომ აქედან მოგეწოდოთ ყველა ის ინფორმაცია ამომწურავოთ, რაც საზოგადოებას აინტერესებს. მოგესალმებათ დღეს საერთაშორისო გუშინ უბრალოდ საქართველოს საერთაშორისო გამჭირვება საქართველოს შეისწავლა საკითხები გამოვაქვეყნა კიდევაც განაცხადი იმასთან დაკავშირებით თუ რა უკანონობას აქვს ახლა იმანაც მოუწოდა კიდევ ერთხელ როგორც სასამართლოს თავმჯდომარეს ისე პრემიერს ისე პროკურატურას რომ დაიწყოს ეს თემა და მაგრამ მოგეხსენებათ ახლა ვალერიან გავაშელია ჯერ ანუ თლიანად თუ არ გაიწმინდა ეს სისტემა ვალერიან გავაშელის მეჯვარი არის ვალერიან ცერცოზეთ ახლა იმედი არ გვაქვს ნამდვილად რომ ეთიკის დეპარტამენტი მოკვლევას დაიწყებს და იმ ორივე მუხლით დასჯის და განთავისუფლებს სამსახურიდან ვალერიან ცერცოზეს არც ერთი ესეთი მაღალ ჩინოსანი მოსამართლე. ხა დღეს მაგრამ როგორ უნდა კანონი როგორ ჩაქუჩი როგორ უნდა დაარტყას იმას რა ქვია. დღეს იმის მერე რაც უკვე გამოვლინდა მაგას უნდა ადგეს და გადადგეს. ოდნავ სინდისი თუ მაინც შერჩენია, უნდა ადგეს და პირდაპირ გადადგეს, ხო? ამით რაღაც ცოტას მოინანიებს მაინც და იტყვის რომ აი მივხვდი ყველაფერს და გადავდექი. თუ ამას მაინც გააკეთებს, ცოტა მაინც რაღაცა ადამიანი დარჩება ხო ვიღაცის თვალში. თუმცა მაგის მოხსნელი არავინ არ არის, იმიტომ რომ ერთ-ერთი ვალერიან გავაშას შეუძლია მოხსნა და როგორ მოხსნეს, როცა მისი ცოლის მისი ბავშვის ნათლია, მეჯვარია და მისი მეგობარია და ერთად წაუხმევიათ რამდენიმე ბიზნესი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ რამდენიმე ფაქტი ვიცით, თორე კაცმა არის ახლა რამდენი წაართვეს საზოგადოებას და მიითვისეს ეს. შეგვიძლია პრინციპში გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმში და შემიძლია კითხვებს უპასუხო. ძირითადად გიორგობას გილოცავთ მეც გიორგობას აღარ მახსოვს მოგესალმეთ მოგილოცეთ თუ არა როდესაც ჩავერთე, იმიტომ რომ როგორც გითხარით ეს რომ დავგეგმეთ ეს ყველაფერი. შეკითხები დააგროვეთ ეხლავე მოვა.
მე მიხარია რომ ეს ამომწურავად ვისაუბრე რომ როგორც ან შეკითხვები არ გაქვთ, რაც კარგის ნიშანია. პრინციპში ყველაფერზე წარმოგიდგენთ ფაქტები. ჩვენ ალბათ 2-3 დღეში ისევ ჩაგერთობით და თუ რაიმე ისეთ შეკითხვა გექნებათ, შეგიძლიათ თამამად პირდაპირ გაგვისვათ და აუცილებლად გაგცემთ ამომწურავ პასუხს ნებისმიერ კითხვაზე. კარგად ბრძანდებოდეთ, მოვალ შეხვედრამდე.